გავს რომ მათ არ აქვს მოთხოვნა. რიგი დავიცვათ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთე. რიგი დავიცვათ. ეხლა ბრძოლა არ არის. მე ესის დაცვის მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს. აი იამ რაც თქვა რომ აი როდ შერჩენილი ეს შეგვენა შენარჩუნებულიყო თქვა ეს პარტია ბურჯაანის ყოფილიყო იმის ცალკე და რაღაც ჯანსაღი ოპონირება და ეს ყოფილიყო ყველაფერი ესეთ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. მე ცოტა უფრო შორსავალს და ვიტყოდი. რო არ ყოფილიყო 2003 წლის 23 ნოემბერი არ იქნებოდა ცხინვალში ეს ომი არ დაიკარგებოდა ეს ხეობები არც კოდორის როგორც მინიმუმ არ იქნებოდა აღიარებული სულ მინიმუმ ორი სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აჭარაში იქნებოდა ის მდგომარეობა რომ ის დაბალანსებული პარლამენტი რომელიც მართლაც 26% ჰქონდა და მე იმას რა ქვია 26% ჰქონდა შევარდნაძის ხელისუფლებას და მაქსიმუმ 25 და 24% 50% არჩილდებოდა ჯამში შევარდნაძე აბაშიძის ხელისუფლება და დანარჩენ რომს გადაცილებულიყო 5 და 10% ეს ბატონია რა მოხდა ის მოხდა ახლა ერთი წუთი მოიტანა 8 აგვისტო 23 ნოემბერმა მოიტანა 8 აგვისტო 23 ნოემბერმა მოიტანა ეს მე თქვენ ატანგელა რა თქმა უნდა 23 ნოემბერმა მოიტანა ის ხელისუფლება რომელმაც აი ეს ტერიტორიები დაკარგეს რომელმაც სასამართლოები დამარხეს სასამართლო ხელისუფლება მასმედია ხელისუფლება ყოდა სინამდვილეში ხო იმან დაკარგა ის ტერიტორიები პირველად ესე უტრიალურად ნუ მიუძგებით ხო ჩვენ არ ვიცი ხოდის მე რაღაც არ ვიცი იგივე გავიგე ალაბა ომი მოხდა მაშინ რატო რაღაცა ბატონ გელა ნუ 92 ნუ თავარია ხო ეს თუ შეიძლება ერთი წუთით რა არ იქნებოდა პოლიტპატიმრები რომელიც 2003 წელს უკვე აღარ იყო არც ერთი პოლიტპატიმარი და დღეს 30-მდე პოლიტპატიმარია თუ მეტი არა დაწყებული ნორა კვიციანიდან და ღაზა დავითაიაძიდან და შალვა რამიშვილიდან და თემურ ზურგელიდან და ასე შემდეგ რაც შეეხება თარგამაძეს თქვენი დაჭერი თქვენი დაჭერი ამ იქნებოდა თარგამაძეს ერთი თარგამაძე და ამის გარდა მომხდარიყო ეს სხვა საქმეა გარდა ამისა ალტერნატივა შეიძლება არიდგა ესე წელიწად ნახევრის თუ ერთი წელი და 3 თვის შემდეგ მაინც და მაინც თარგამაძე ან მამალაძე მოვიდოდა იქ რომს მოსულიყო იქ იქნებოდა დაბალანსებული ხელისუფლება და ეს დაბალანსებულ ხელისუფლებაში ვერ თარგამაძე გაბედავდა აი ეს დაჭირკებას ხალხის ქუჩაში მკვლელობებს და კენდოსაკუთრების ჩამორთმევას და ასე შემდეგ ასე რომ როდესაც ლაპარაკია პასუხისმგებლობაზე როდესაც თქვენ ამბობთ რომ მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას რაც მოხდა ცხინვალშიო დიახ თქვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას რაც მოხდა ცხინვალში იმასთან ერთად და მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ეს მე ვერ შევაჩერე და იმ ადამიანებმა და მთელი საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ზოგმარამიძე ამას ვერ შევძელით რომ წინ აღდგომოდეთ აი ეს არის და ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ თქვენ პასუხისმგებლობაზე ილაპარაკეთ და მე ამაში გეთახმოდით ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის თუ გადაცდომისთვის რაც მათ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში მე ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებთან მაქვს საქმე თუ ან საზოგადოებრივად აქტიურმა პირებმა ჩაიდინეს ამ ქვეყნის წინაშე სიმართლე გითხრათ მთელი ცხოვრება რაზე ოცნებობ ახლა გეტყვით ოცნებობა თუ ფიქრობ ხოლმე რომ კრანისის ძოლის პირო მქონოდა სულ კალიბრიანი ყვიამთქვევი აი სულცირე თბილისში სამეფო სასახლეებს ხო გადავარჩენდი ისეთ ლამარჩენობას გადავარჩენდი მაგრამ არ ვიყავი ამ მაშინ და სულ კალიბრიანი ყვიამთქვევი მქონდა ახლა ვარ რაც მოხდა ის მოხდა და ის რეალობა გვაქვს რა რეალობა შეიძლება მაშინ ვიყავი ხო მაგრამ ყვიამთქვევი არ მქონდა და კრანისის ძოლაში ვერ დავამარცხე თბილისზე მოიერიშე პასტელი კი გამოეყარა და გადაეხოცა მოვლენები როგორ დამიხარდა ხო კახეთზე იანთაძის მოკლევრებიკა და გიორგი მარგოვაშვილის ლეგიტიმაცია იანთაძის ლეგიტიმაცია ეხება ხეთაშვილის სააკაშვილის პირველ და მეორე არჩევანს ისეთი შევა არა მე სხვა ტიპის ლეგიტიმაციაზე ვლაპარაკობ მე მორალურ ძალაზე ვლაპარაკობ და გაჭირდა სულ არ
განათლება იქნებოდა დაბალანსებული ხელისუფლება. ხო, ვისაც კარგად გვახსოვს რა ხდებოდა იმ დროს, მე მგონი ჩემი ხედვა ეს იყო იმ მომენტში და ეხლაც ესეთი არის, რომ არაფერი დაბალანსებული არ იქნებოდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად იყო სამხედრო სასიცოცხლო ომი დაწყებული. იქ არ იქნებოდა. ამაზე მდგომარეობა იქნებოდა. ეროვნული შორის იყო საბუთო. ხო, რა აი იმ გუნდ შორის, რომელიც იდგა არჩევნების დროს, ორინოების არჩევნების გუნდი რა საზოგადოებაში არაფერი არ ყოფილა. გუნდში რა იყო? საზოგადოებაში არაფერი არ ყოფილა, იმიტომ რომ საზოგადოება ეს მნიშვნელოვნად იყო პროგრესის მხარეს. მაგრამ იყო ძალიან დიდი პოლიტიკური ბრძოლა. და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში რომელი გუნდიც მოიგებდა, პრაქტიკულად განადგურებდა პოლიტიკურად მეორე გუნდს. არ შეიძლებოდა ეს არ მოხდა ახლა. ეს არ იყო ეს. რა გინდა? არჩევნები ორივე გუნდი იყო დაბალანსებული. როდის ვიხდი რა? მე ვთქვათ, შავზე თეთრს მოვიწყდი. შეიძლება ვთქვა და მაგრამ შავზე თეთრს მოვიწყდი. არა, რატო შავზე თეთრს კი არ ვამბობ, ვამბობ იმას, რომ მოიგო სააკაშვილმა და პოლიტიკურად განადგურა ის გუნდი, რომელიც იდგა შევარდნაძის სიკვდილით, მოიგებდა შევარდნაძის ხევანდელ რეალობაში, ხევანდელ ვითარებაში აღარ არის 2003 წელი, არც 23 ნოემბერი, 2 ნოემბერი. 2003 არის ახლა სააკაშვილის დაცვა და იმის დაცვა, იმ გამხელისუფლების დაცვა. აი ეს რეჟიმი კამათის, როდესაც ხდება რაღაცის აბსოლუტიზაცია და 23 ნოემბერმა გამოიღო და მე მთელი ასეთი ისტორიული ჯაჭვი, მათ შორის ლიახვი, მათ შორის კოდორი, აბა ვინ მოიტანე? იცით რა, თუ თქვენ ეს 23 ნოემბერს იცოდით, რაღაც ერატაკურებს დაუთმეთ ეს თემა და მაშინ დაგეწერათ და გეთქვათ რომ იდეას დავწერთ, იდეას ლიახვი მოხდება, რომ არა, ლიახვი არ არის მაშინ ლიახვი და კოდორზე არ არის ის დემოკრატია არ იქნება, განადგურდება პარტიები, განადგურდება კერძო სექტორი, განადგურდება ეს რა ქვია და ვერ დაგაკეთებოდა როგორც მინიმუმ ვერ დაბრუნდებოდა ტერიტორიაზე ამ აგრესიულ რიტორიკაში ამაზე მეოთხე ამაზე ბევრი წერდა, ბევრი ეპილამდერება სააკაშვილთან დაპირისპირებაზე ნუ დავდეთ ეხლა მასთან თავის გავიწყოთ ეხლა ყველაფერი რა დაპირისპირება ქონდა ტელევიზია ქონდა ქაოსი და გაზეთები აბსურდამდე სააკაშვილთან დაპირისპირებაზე თუ ვინმე უნდა ლაპარაკობდეს მე უნდა ლაპარაკობ ეს ნუ ესეთი ლოგიკა რაღაცა იცოდით 5 წლის წინ რაც განვითარდებოდა ელემენტარულად შეუძლებელია ისევე როგორც ამიდის პროგნოზია შეუძლებელი ამ პერსპექტივაში. იქ ყოველთვის პოლიტიკაში არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება. იმ პოლიტიკურ ვითარებაში ჩემთვის არჩევანი მამალაძესა და აი ამ გუნდს შორის არ იყო და მნიშვნელოვანი ამაზე მე ადამიანი რომელიც არ არის ნორმალური დაუშვებს ეს იყო იმ პოლიტიკური გუნდის პრობლემა და იმ პოლიტიკურ გუნდში სხვათა შორის რაც მოხდა მერე შევაპარაკოთ გაკვეთილებზე და მე შემიძლია ვეპარაკო იმ გაკვეთილებზე იქ რა ბევრი კიდევ ერთხელ მამალაძე როცა მოქონდა ფულები და ხმები ბურჯანაძისთვის, ჟვანიოსთვის, სააკაშვილისთვის მაშინ კარგი ბიჭი იყო და მე გახდა რაღაც საფრთხობელა თუ რა შეასახა აი მაგაზე მე მეკითხეთ მე რა და რა უნდა იპასუხო აგრე არ გითხოვთ არასდროს აი როცა ისეთი გუნდი ხედავთ ერთმანეთს და ვის არ უწევს მამალაძეზე არ მithქვავს რამე თუ არ მე ვერ ვიცი რა სააკაშვილს როცა ერთი გუნდი იყო, როცა ერთი გუნდი გასაგელა. შევარდნაძე მაშინ ბატონო და სააკაშვილი და ჟვანიო და ისინი. ხო, მე მაშინ ხომ მამალაძეს. ეს დავანდა მიოგი მაგალითად ავასწავლები. ხო შეიძლება გამაგები თუ შეიძლება. მე გეტყვი რატო გამაგები. არა მე კონკრეტულად დავანდა გადამაჩო მაგ არაფერი არ ამას. რა ხა რო იქ იმ პოლიტიკურ ვითარებაში არჩევანი ჩემთვის იყო ნაცვლად აქეთ, თუმცა ვხედავდი პრობლემებს სწორედ ამიტომ და ასე შემდეგ, მაგრამ
დღეს რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ძალიან ალბათ მართლა ჭუჭყიანი საქმეა, ის ადამიანები, ვინც ამ ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებით მართლა რაღაცა იდეალებს აი ბოლომდე ღალატობენ, ის კი არა ცოტა ღალატობენ, ისე ცოტა მისაღებია ალბათ რა, იმიტომ რომ ძალიან რთული საქმეა ყოველდღიურად. აი ბოლომდე რომ რაღაცას უღალატებენ, ეს მათ იბრუნდება ძალიან სწრაფად. ზუსტად იგივე, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება არის ძალიან აქტიური